ჩვენ გვგონია, რომ სამყარო, რომელშიც ცხოვრობთ, ლოგიკური, უსაფრთხო და პროგნოზირებადია. ჩვენ თავს ვიმშვიდებთ იმით, რომ ყოველ დანაშაულს აქვს თავისი მარტივი, ყოველ გაუჩინარებას კი ბანალური მიზეზი. ასევე ყოველ კითხვას ადრე თუ გვიან პასუხი გაეცემა. ჩვენ ვიჯერებთ, რომ წყდიადი დამარცხდება, მაგრამ ეს ილუზიაა. ზოგჯერ რეალობის მყარი ქსოვილი იხევა და მის მიღმა ისეთი უბსკრული იხსნება, რომელსაც ვერც მეცნიერება, ვერც თანამედროვე პროგრესი და ვერც საუკეთესო დეტექტივების ცივი გონება ვერ ავსებს. არსებობს საიდუმლოებები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე საიდუმლოებებად რჩებიან. ისტორიები, სადაც ფაქტები იმდენად შეუსაბამოა, რომ რეალობა ყველაზე კოშმარულ ფანტასტიკაზე მსგავსება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტოვებენ არა კვალს, არამედ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც კი საშიშია. გამარჯობა, მე კვლავ ვასო გაბუნია ვარ და დღეს გადავშლით საქმეებს, რომლებმაც გამომძიებლებით შიხში შეიყვანა. გავეცნობით ისტორიებს, რომელთა შემდეგაც მივხვდებით, რომ ჩვენი სამყაროს კანონები ზოგჯერ არც ისეთი კანონებია, როგორც ჩვენ გონია. ჩვენ გავყვებით მუსიკოსის კვალს, რომელმაც ნიუ-მექსიკოს უდაბნოში შეაბიჯა და ისე გაქრა, ვერავინ გაიგო სამჭაყლაპა თუ უდაბნოს ქვიშებმა. ჩვენ ერთად ვიპოვით უდაბურ ნაპირზე ძიუნების ქალბატონს და ერთად დავადგენთ ტყის ბავშვების ვინაობას. ბოლოს კი რიო-დე-ჟანეიროს მახლობლად მდებარე ტროპიკული მცენარეებით დაფარულ ფერდობზე გავყვებით ორ ახალგაზრდა მამაკაცს, რომლებმაც უცხო პლანეტელების ბრძანებით ტყვიისგან დაამზადეს ნიღბები და შეაბიჯეს წყდიათში. მაშასე მოემზადეთ, დღეს ვისაუბრებთ ფაქტებზე, რომლებიც იმდენად საოცარია და იმდენად უცნაურია, რომ წარმოდგენაც კი გვიჭირს. დაივიწყეთ ყოველგვარი ლოგიკა, ჩვენ ვიწყებთ. ჯიმ სალივანი. მე ვინც მიცნობს, ყველა მიცის, რომ ძალიან მიყვარს მუსიკა. მე მუდმივად ვატარებ ყურსასმენებს და რამდენი მაქვს უკვე გამოცვლილი ვერ გეტყვით, ასევე ვერ გეტყვით რამდენი ფირსაკრავი, რამდენი CD დისკის, MP3-ის, ახლა უკვე ყველაფერი გაადვილებულია, იმიტომ რომ არსებობს Spotify. 3-4 წლის წინ მე სრულიად შემთხვევით სხვადასხვა ჟანრები მიყვარს, არის რა თქმა უნდა, ეს არის 60-იანი, 70-იანი წლების მუსიკა, რომელიც მე მიმაჩნია, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია სხვა შუა საუკუნეების და ახლო საუკუნეების მუსიკასთან ერთად, აი სწორედ 60-იანი, 70-იანი წლების hard rock-ი, პროგრესული როკი, folk rock-ი, country-ც, მათ შორის blues-ი და ასე შემდეგ. ანუ მე ფაქტიურად უხსნან ყველანაირ pop-საც დიდი სიამოვნებით, დისკოსაც კი. ნებისმიერი მუსიკა, რომელიც არის მელოდიური, რომელიც გაყენებს გარკვეულ განწყობაზე, რომელიც გიქმნის მოგზაურობის, რაღაც ახლის შეცნობის, ცოტა მისტიკურობის, აი ყველაფერი ამის გრძნობებს, რა თქმა უნდა, ეს მუსიკა არის ყოველთვის ჩემს ყურებში, ჩემს თავში და აი ესეთი ძალიან უცნაური, ზოგჯერ უცნაურ მუსიკებსაც ვეძებ ხოლმე, რა თქმა უნდა, ეს არ არის დაციკლა, რომ აუცილებლად უნდა იყოს რაღაც გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც უსმენ და მეც არაფერს, არა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეძებ რაღაც ახალს და ასეთი სრულიად შემთხვევით ვიპოვე 3-4 წლის წინ ეს გახლავთ ჯიმ სალივანი მისი ალბომით UFO. რომ გითხრათ, რა ჩემი ფავორიტი გახდა თქო, არა. მოგატყუებთ, უბრალოდ შიგადაში უსმენდი ხოლმე, ესეთი ფსიქოდელიური ტიპის folk rock-ია უფრო, მისტიკით გაჯერებული ტექსტებით და გარკვეულ განწყობას ქმნის, რა თქმა უნდა, აუცილებლად მოусმინეთ მას. მაღაზიათა ქსელი Family ქუთაისში. უბნის პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი. მაღაზიებისა და მზა საკვების საწარმო Family Food-ის 30 ფილიალი ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. ყველაფერი ერთ სივრცეში. ძირითადი პროდუქტები, ახალი ხილბოსტნეული, საკანცელერიო საგნები, სათამაშოები და გალანტერეა. Family Food, მზა საკვები და საკონდიტრო ნაწარმი. საუკეთესო არჩევანი, როცა დრო შეზღუდულია, ხარისხი და გემო კი პრიორიტეტად რჩება. იგი თავის სიმღერებში და თავისივე ლექსებში საუბრობს სიმარტოვეზე, გაუჩინარებებზე და 1960-იან წლებში ამ კაცს ბევრი ადამიანი იცნობს. ფიზიკურად არის ძალიან დიდი,
და ასეთივე დიდი და ძალიან ფაქიზი სულის პატრონი, როგორც მისი ის ხალხი ამბობს, ვინც მას იცნობდა. იცნობდა კი ძალიან ბევრი, იმიტომ რომ იგი უკრავდა ლოს-ანჯელესის ძალიან საინტერესო კლუბზე რაფტში, რომელშიც ძალიან ხშირად სტუმრობდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მას ჰქონდა კარგი ურთიერთობა მათთან და მასთან ერთად დალევაც პატივად ითვლებოდა და ძალიან ბევრი უწინასწარმეტყველებდა მას კარგ მომავალს, იმიტომ რომ კარგი მუსიკოსი იყო, კარგ სიმღერებს წერდა და სხვადასხვა დენის ჰოპერმაც კი გადაიღო იგი თავის საკულტო ფილმში, რომელიც მე ძალიან მიყვარს, მიუხედავად თავისი ძალიან უცნაურობისა, ეს გახლავთ Easy Rider, 60-იან წლების ბოლოსკენ გადაიღო დენის ჰოპერმა, ძალიან მინიმალური ბიუჯეტით, აღარ მახსოვს რაღაცა $100,000-ზეც არ იყო საუბარი. იმ პერიოდში კრიტიკა ძალიან ცუდად შეხვდა მას, არც დიდი სალარო ჰქონია, როგორც ამბობენ, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ეს ფილმი გახდა საკულტო და ძალიან საინტერესო ფილმია, რომელიც მოგვითხრობს 60-იან წლების ამერიკაზე და სიმახინჯეებზე, რომელიც თან ახლავს ძალიან ხშირად რელიგიურ ფანატიზმს, მიუღებლობას, განსხვავებულის დევნას და ასე შემდეგ. კარგი ფილმია, ძალიან მძიმე ფინალით და აი სწორედ ამ ფილმში ათამაშა დენის ჰოპერმა ჯიმ სალივანი, აი ხედავთ თქვენ აქ არის უცნაურ როლშია, მას ეპიზოდური როლი აქვს, რამდენიმე ათეული წამი ჩანს, მაგრამ ხედავთ საკმაოდ დიდი კაცია, რომელსაც ამ ულოშებს ქვია ველოსიპედის საჭე, ასე ეძახიან. ეს არის ალბათ ერთადერთი ვიდეო კადრები, რომელიც ამ ადამიანისგან დარჩა. სალივანს ყავდა მეუღლე, ორი შვილი და 1979 წელს თავისივე დანაზოქითაც, მეგობრების დახმარებითაც, რომლებმაც სესიური მუსიკოსობა გაუწიეს, ალბომს ჩაწერა აი ეს UFO, რომელზეც მე უკვე გითხარით, რომელიც მე თავიდან მოვისმინე ეს ალბომი და საკმაოდ რამდენიმე სიმღერა მართლა ძალიან კარგია, მათ შორის აი ეს UFO, რომელიც სატიტულო სიმღერაა. აქ ისყვება ამ სიმღერაში უცხო პლანეტელთან შეხვედრაზე, კაშკაშაშუქზე და როგორ ტოვებს დედამიწას მათთან ერთად, უცხო პლანეტელებთან ერთად და როგორ ხდება ბედნიერიან შუქში გადადის. სხვა სიმღერაში ეს Highways ასევე ძალიან კარგი სიმღერაა, ის აღწერს როგორ მიდის გრძელ და აუსრულებელ გზაზე და შემდეგ ნელ-ნელა ქრება. შეხედენ ისლიან ცას, ეს რა არის რომ ანათებს უცხო პლანეტელების ხომალდია თუ უბრალოდ ჩემი გონება მეთამაშება მღერის ჯიმ სალივანი ამ სიმღერაში. მიუხედავად იმისა, რომ ალბომი მართლა ძალიან კარგია, უბრალოდ ეს ის პერიოდია, უნდა ვიცოდეთ, ეს არის 1979 წელი, როცა იწერება და გამოდის ნიაღვარი საუკეთესო ალბომებისა. მე აღარ ჩამოთვლი იმ ალბომებს, იმ ჯგუფებს, რომლებიც ამ პერიოდში მართლა საოცრებებს ქმნიან და აი ამ ფონზე ეს ალბომი იკარგება, ფერმთალდება და სამწუხაროდ ეს არის ამ ადამიანის დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ იგი გძნობს რომ კარგია ეს სიმღერები ის არის, მაგრამ კომერციული წარმატება არ აქვს და ეხა ფარში სიმღერას დიდ ვერაფერს მატებს მის ფინანსურ მდგომარეობას, იგი საკმაოდ ხელმომჭირნე ცხოვრობს, არადაო შვილი ყავს, შვილები ყავს, ცოლი ყავს. რაღაც მომენტში გადაწყვეტს, რომ ცხოვრება შეიცვალოს და 1975 წელს ჯიმის ცხოვრებაში დგება ესეთ კრიზისული და გარდამტეხი მომენტი, იგი გადაწყვეტს, რომ წავიდეს ნეშვილში. ნეშვილი გახლავთ მუსიკალური მექა, მუსიკალური ცენტრი იმ პერიოდის და დღესაც, სადაც იმართება ფესტივალები, მუდმივად მუსიკალური მის კლუბებში ხდება ახალი ვარსკვლავების აღმოჩენა, ადამიანები აღწევენ როგორც კარიერულ, ასევე სცენურ წარმატებას, ფინანსურ წარმატებასაც, ვინცაც ნიჭი აქვს და სალივანის გადაწყვეტს, რომ იქნებ იქ მაინც გაუმართლოს ბედმა, იმიტომ რომ ლოს-ანჯელესში აგერ უკვე წლებია არაფერი გამოსდის და ბარიდან ვერ გამოსულა. 1975 წლის 4 მარტს დაკოკავს თავის Volkswagen Beetles, ეს საკულტო მოდელია მოგეხსენებათ Volkswagen-ების და ალბათ ყველაზე მაგარი, საოცარი, როცა მე ჰამბურგის ქუჩებში ხვდები ხოლმე, არ არსებობს რომ ამ ფოტო არ გადავუყო, ან თვალი არ გავაყოლო, სწორედ ამ პერიოდის ძალიან ბევრს ყავს შემორჩენილი და მოგეხსენებათ გერმანელები როგორ ულიან თავიანთ მანქანებს და ისევეა შენარჩუნებული ეს მანქანები, როგორც თითქოს ეხლა გამოვიდა ქარხნიდან.
ზოგჯერ მანქანა მაინც ჭირველობს. ამ დროს ჩნდება კითხვა, ვის ვანდო მისი შეკეთება. პასუხი მარტივია. მას, ვისაც შენი მოდელის 500-ზე მეტი მანქანა აქვს შეკეთებული. გადმოწერე ქარუს აპლიკაცია და გამოიძახი ავტოასისტენტი, რომელიც მანქანას წაიყვანს და შეამოწმებინებს საუკეთესო ხელოსანს. მისგან გაიგებ თუ რა არის გასაკეთებელი და რა დაგიჯდება მომსახურება. მხოლოდ შენი თანხმობის შემდეგ იწყება მანქანის რემონტი. მომსახურების ყველა ეტაპზე ხელოსანი გიგზავნის ფოტოებს, ამიტომ ზუსტად იცი თუ რა ხდება შენი მანქანის თავს. ქარო არ გახლავთ უბრალოდ მანქანის შეკეთების სერვისი, იგი თქვენი დროის, ფულის და ნერვების დაზოგვის გარანტია. და საკმაოდ გამძლე მანქანაა, მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა სწავს იმ პერიოდისთვის, ეს 75 წელია, როდესაც ბენზინი კაპიკები ღირს ამერიკაში და ამერიკაში იწყება გიგანტური, გემებივით მანქანების ერა, უფრო ადრე დაიწყო 60-იანი წლებიდან. სუკან წლებს ეძახიან, როდესაც ეკონომიკა ყვავის, ბენზინის ფასი კაპიკებია, ეს მანქანების ძალიან ძვირი არ ღირს და გამოდის მართლაც საოცარი მოდელები, რომლებიც ხომალდებივითაა გზაზე და მათ ფონზე ხოჭო მართლა ხოჭოსავით არის რაღაც პატარა, რომელიც ფაქტიურად ბენზინს არ წვავს და ეკონომიური მანქანაა და ამით მიდის სალივანი ნეშვილისკენ. ნეშვილამდე საკმაოდ გზა, იმიტომ რომ ეს არის დასავლეთ სანაპიროდან ფაქტიურად აღმოსავლეთ სანაპირომდე უნდა ჩახვიდე, გზა არის საკმაოდ დამღლელი რთული არ არის, იმიტომ რომ ეს არის სწორი ლარივით გზა, რომელიც გადის უდაბნოში, მოსაწყენი პეიზაჟები აქეთ-იქედან, მუდმივი ეს მოყვითალო ფერი, ჯაგნარი, ტვერი და ალბათ მას უხალისებდა ცხოვრებას, რაღაც მუსიკა ქონდა ალბათ ჩართული და წაღებული აქვს თავისი გიტარა, რომელიც სპეციალურად მისმა მეგობრებმა შეუკვეთეს მისთვის და როგორც თვალის ჩინს ისე უფრთხილდება ალბათ და ერთი ყუთი ფირფიტები, რომლებიც მან ვერ გაყიდა უდევს მანქანაში, რომ იქნებ ვიღაცას იქ დაურიგოს და ასე გააცნოს საკუთარი თავი. მას გზაში აჩერებს პოლიცია, ეჭვს აიღებენ, რომ ნასვამია. როგორც გითხარით, მას ალკოჰოლთან აქვს პრობლემები, რო შეამოწმებენ. სუნი ქონდაო, მაგრამ თვითონ ხელსაწყომა არაჩვენაო, მაღალი დონეო და ამიტომ გაუშვითო. სალივანი ჩადის სანტა როზაში, არის ესეთი პატარა ქალაქი, დასახლებული პუნქტი, აი ხედავთ დღესაც კი როგორია და ეხლა 50 წლის წინ რა იქნებოდა. აქ იგი მოტელში ჩერდება, დააწყობს თავის ნივთებს, გამოდის მოტელიდან, ყიდულობს ერთბოლთ არახს და მიდის უდაბნოსკენ. აი აქ იწყება ძალიან საინტერესო რამ, იგი მოტელს დაცილდება დაახლოებით 30 მილის მანძილზე, ეს დაახლოებით 50 კილომეტრია მეტი კიდე. შორია რა, ეხლა თბილისიდან რა ვიცი, სად ჩახვიდე, ხაშურში რო ჩახვიდე, ხო, თუ გორში. საკმაოდ შორი მანძილზეა, იმისთვის რომ წავიდეს და მერე უკან დაბრუნდეს. წაღებული აქვს თან ეს ფირფიტების ყუთი, თავისი ეს გიტარა, რა თქმა უნდა, და პატარა ჩანთა, რომელშიც ფული უდევს, პასპორტი და ასე შემდეგ. წასული ეს ხდება 5 მარტს, წინასწარ მეუღლეს ურეკავს, ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის, კარგად ვიმგზავრე, მე აქ ღამეს გავათენებ და რატო ათენებო მანდო ღამესო, ბარემო წასულიყავი და ღამე დიდ ქალაქში გაჩერებულიყავიო. აქ რაღაცაო საქმეები მაქვსო. რა საქმეები უნდა ქონოდა სანტა როზაში, რომელზეც ალბათ რამდენიმე ათეული ადამიანი ცხოვრობდა. გენიტების ოჯახი ასეთი, ისინი იტყვიან, რომ ჩვენთან იყო მოსულიო, გზა იკითხაო უდაბნოსში, როგორ შევიდეო მანქანითო. ჩვენ რომ მივასწავლეთო. გადის 7 რიცხვია და უკვე ძოლი აღელდება, მეუღლე დარეკავს ადგილობრივ სანტა როზას პოლიციაში, იქ ეტყვიან, რომ კი იყო ასეთი მამაკაცი, წავიდა და აღარ გამოჩენილა. და მეუღლეს ეუბნებიან, მხოლოდ 21 მარტს ატყობინებენ, რომ სალივანის Volkswagen-ი ვიპოვეთ და იქ არის დევს მასში ფირფიტები, დევს გიტარა და მისი საფულე, თუმცა საფულეში ფული არ არის და პასპორტი არის მხოლოდ დარჩენილი. ცოლი ჩადის სანტა როზაში და ატეხავს ამბობს, რომ ბარბარა, რომ რაღაცა დაიწყეთ, გაიძერით, ეხლა წარმოგიდგენიათ ეს. როგორც გითხარით, რამდენიმე ათეული ადამიანი ცხოვრობს, ალბათ 3 პოლიციელია, რომელსაც არაფერი არ ცხოვრებაში არ გამოუძიებია, რა გამოძიება იმათ უნდა ეწარმოებიათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პოულობენ მამაკაცის ცხედარს. საკმაოდ დაზიანებულს, ისეც რომ სახეზე ამოცნობა მისი შეუძლებელია და როდესაც მეუღლეს აჩვენებენ, ეს დაბალი ეს კაცი ჯიმი, როგორც გითხარით, თითქმის 2 მეტრის სიმაღლის იყო, ბრგია, უზარმაზარი, ეს დიდი ულვაშებით, კლასიკური ირლანდიელი იყო ესეთი. გადის თვეები, გადის წლები, ჯიმ სალივანი სამჩაყლაპა თუ უდაბნოს ქვიშამ არავინ იცის.
ჩნდება სამი ვერსია, ეს არის პირველი, რომ მას მოუვიდა კონფლიქტი ადგილობრივ პოლიციელებთან, რომლებიც არ გამოირჩევიან მანდა მაინც კანონმორჩილებითო, ასე ამბობდნენ. და თითქოს ისინი კლავენ და შემდეგ მის ცხედარს ის ემალავენ, რომ მას, რა თქმა უნდა, ვერავინ იპოვის. მეორე ეს არის დეზორიენტაცია და ასე სიკვდილი, როგორც გითხარით, ალკოჰოლის ძლავრი მომხმარებელი იყო, 1 ლიტრიანი ბოთლი არაყი ნაყიდით ჰქონდა, რომელიც ვერ იპოვეს ვერსად, მანქანაშიც არ იყო. როგორც ჩანსო, დალია და თქვა და ეს ალკოჰოლური ფსიქოზის ფონზე შევიდა უდაბნოში და გაქრა. და რა თქმა უნდა, ყველაზე რომანტიკულ ადამიანებში ყველაზე პოპულარული ვერსია არის ის, რასაც იგი თავის სიმღერებში მღეროდა, ანუ უცხო პლანეტელებმა წაიყვანეს და სიმშვიდე მიანიჭეს. კარგი სიმღერა აქვს მას, Sandman, ასე ქვია, ბოლო სიმღერა არის ამ ალბომში და Sandman-ი დასავლურ ფოლკლორში ზოგადად ესეთ კეთილი ტიპია, ქვიშის კაცი, ანუ იგივე კეთილი ტიპია, რომელსაც ბავშვებისთვის ძილი მოაქვს, თბილისიზმრები მოაქვს, მაგრამ სალივანის ვერსიაში Sandman-ზე საუბრობს როგორც სიკვდილის მომტანზე, ანუ ქვიშის ადამიანზე, რომელსაც სიკვდილი მოაქვს მისთვის და ძვირფასო შენი ქვიშის ადამიანი როგორც იქნა უდაბნოდან ქალაქში დაბრუნდა. მაგრამ სამწუხაროდ სალივანი ქვიშის ადამიანი აღარასდროს აღარ დაბრუნებულა ნიუ-მექსიკოს უკაცრიელი უდაბნოს ქვიშებიდან. იგი სამუდამოდ გაუჩინარდა და მხოლოდ ამის შემდეგ, როგორც არის ხოლმე ზოგადად როგორც ვიცით ადამიანებმა, მხოლოდ ამის შემდეგ შეამჩნიეს მისი ალბომი, პირველი ალბომი, რომ ნახოთ Spotify-ზე მას საკმაოდ რამდენიმე მილიონი ნახვა აქვს, მოსმენა აქვს უпроსწორად და ეს საკმაოდ კარგი 55,000-მდე ადამიანი უსმენს თვეში, ესე ძალიან კარგი მაჩვენებელია ზოგადად ასეთი ერთი შეხედვით არც თუ ისე კომერციულად მომგებიანი და პოპულარული არტისტისთვის. რა ვიცი, ჩემის აზრით მაინც ალბათ ჯიმი გაექცა ცხოვრებისეულ სიძნელეებს და ქვიშებში იპოვა საბოლოო განსასვენებელი, ასე თუ ისე ჯიმი გაქრა. ავსტრალია მოგეხსენება ძალიან უცნაური კონტინენტია. უცნაურია რითი, ეს არის კონტინენტი ჯერ ერთი, რომელიც ფაქტიურად დაუსახლებელია. მისი ცენტრალური ნაწილი ეს არის გიგანტური უდაბნო და მხოლოდ ჩრდილოეთის, ჩრდილო-დასავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის სანაპიროები არის მეტნაკლებად ვარგისიანი სიცოცხლისთვის. წყლებში ბინადრობენ ისეთი, მაგალითად მედუზა ბინადრობს, რომელმაც შეიძლება პატარა მედუზა ესეთი, რომელმაც შეიძლება ადამიანი მოკლას. ყველაზე შხამიანი ობობები, ყველაზე შხამიანი გველები, ძალიან უცნაური კონტინენტია, ძალიან საინტერესო, რომელიც თავის დროზე ძალიან ადრე მოწყდა ძირითად მასას კონტინენტებისაც, გონდვანას და მასზე განვითარდა აბსოლუტურად იზოლირებული ეკოსისტემები, მოგეხსენებათ, იქ არის ისეთი ცხოველები, რომლებიც სხვაგან არ გვხვდება, ხო ეს არის ჩანთოსნები. ერთადერთი ჩანთოსანი ჩვენ გვხვდება ორი უბრალოდ ჩრდილოეთ ამერიკაში და სამხრეთ ამერიკაში, ეს არის ოპოსუმები, მაგრამ ეს მასა, ესეთი ჩანთოსნებისა, რა თქმა უნდა, არის და უცნაური ცხოველებისა, მაგალითად, სუმწოვრები, რომლებიც კვერცხს ხსდებენ, ეს არის სწორედ ტასმანია და ავსტრალია, რომელიც როგორც გითხარით, ძალიან უცნაურია. უცნაურია და მე მქონდა ავსტრალიაზე აი ამ ვიდეოში ძალიან ორი ვიდეო არის ერთმანეთის მიყოლებით, სადაც ავსტრალიაში მომხდარ უცნაურ დანაშაულებებზე ყვები. ეს დანაშაულებებიც კი ავსტრალიაში რაღაც თავისებური სისასტიკით და ზოგჯერ აბსურდული სიტუაციებით გამოირჩევა. სტიუარტის გზატკეცილი არის ასეთი ავსტრალიაში, რომელიც გახლავთ ათასობით კილომეტრი სიცარიელე, წითელი მიწა, აქეთ-იქეთ, იშვიათი ბუჩქნარი, არანაირი ორიენტირი, თქვათ, ბორცვი იყოს, მთა იყოს, რაღაც ხეობები, რაღაცები კი არის, მაგრამ ფაქტიურად არაფერი. და 2001 წლის, ანუ 25 წლის წინ, ზუსტად 14 ივლისს, ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე, ავსტრალიის ხერხემალზე, როგორც მას უწოდებენ, ანუ ამ ტრასაზე, მიდის Volkswagen Kombi, ისევ კვლავ Volkswagen-ი, ოღონდ ეს არის სამოგზაურო ფურგონი, რომელიც ძალიან საინტერესო არის თავისი აგებულებით, ის ძალიან პოპულარული მოდელი იყო, გამძლე და კომფორტული მანქანა იმ პერიოდისთვის და დღევანდელი პერიოდისთვისაც. ხოდის ბარემ გაჩვენებთ, რომელია.
ეს გახლავთ ის მოდელი, რომელიც გავიც დღესაც რომ ხდება ხოლმე იმ მეორე მოდელის არ იყოს, უკვე პატარა მანქანის ყოველთვის იპყრობს ხოლმე ჩემს ყურადღებას. ასეთი Volkswagen-ით მოგზაურობს წყვილი 28 წლის პიტერ ფალკონიო და მისი შეყვარებული ჯოან ლისი. ისინი თავიანთი ოცნების მოგზაურობაში არიან, მათ ფული შეკრიბეს და გადაწყვიტეს, რომ ავსტრალია მოენახულებინათ თავიდან ბოლომდე. რაღაც მომენტში ეს უკვე ღამე არის, ფურგონს აეკიდება ვიღაც. ფარებით ანიშნებს, რომ გააჩერონ მათ. როდესაც გააჩერებენ, მათ გვერდზე გაუჩერდება ეს მანქანა და ეტყვის, რომ თქვენიო მაყუჩიდანო ნაპერწკლებიციო და ეს ძალიან საშიშია, შეიძლება ამან გამოიწვიოს ხანძარი და მანქანა აგიფეთქდეთო და გადმოდის პიტერი გოგონას ჯოანს ესმის საუბარი როგორ საუბრობენ ისინი მაყუჩის შესახებ და უცებ ისმის გასროლის ხმა და ჯოანი მიხვდება რომ რაღაცა ცუდად არის საქმე დაიწყებს მანქანა უნდა რომ ჩაკეტოს და დაკოკოს წავიდეს მაგრამ არა ეს მამაკაცი შემოდის მანქანაში მას თავში ჩაარტყამს გათიშავს ხელფეხს შეუკრავს და რაღაც მომენტში ჯოანი აზრზე მოდის იგი ხედავს რომ მამაკაცი ჩალიჩობს პიტერის შემოთრევას მანქანაში და ამ დროს იგი გაიხსნის ფეხებს და გადახტება მანქანიდან და ეს ხელშეკრული გარბის უდაბნოში. ღამე, ეს მკვლელი გამოეკიდება მას, ძაღლი წყავს და ოი საოცრება ვერ იპოვის ჯოანს. მთელი ღამე ეძებს, შემდეგ დაჯდება მანქანაზე და წავა. წავა და როდესაც ჯოანი დილით გათენდება გამოვა ტრასაზე, იგი გააჩერებს შემთხვევით გამვლელ მანქანას, მანამდე დაძებნის და პიტერის სხეული არსად არ არის, მოუყვება რომ ესეთი ამბავი იყო, რა თქმა უნდა, უზარმაზარ სისხლის გუბეს ნახულობენ, იმდენი სისხლია დაღვრილი, რომ რა თქმა უნდა ადამიანი ვერ გადარჩებოდა. როგორც ჩანს, პიტერი მკვდარია და გვამი წაიღო აი ამ კაცმა. ეს 2001 წელია უკვე ესეთი პერიოდია, როდესაც ვერტფრენები არსებობს, როდესაც არის კავშირგაბმულობის კარგი საშუალებები, გადააბრუნებენ იქაურობას და ვერსად ვერ იპოვიან პიტერის კვალს. მოკლედ გამოძიება ჩიხში შედის და სხვათა შორის ერთი პერიოდი მიიტანენ ჯოანზე ეჭვს, რომ შეიძლება მან ხო არ მოკლაო და ეს უზარმაზარ ტრავმას მიაყენებს, რა თქმა უნდა, გოგონას ასეთი როგორც წესი ძალიან ხშირია ხოლმე ასეთი რამ, როდესაც ოჯახის წევრები არიან ხოლმე პირველი ეჭვმიტანილები და ნუ აქაც ასე მოხდა. 2022 წელია, ანუ გასული არის 21 წელი ამ მკვლელობიდან, მკვლელობიდან ალბათ, იმიტომ რომ გვამი არ არის, მაგრამ არც ადამიანი არ არის, არცადა ცოცხალი არ გამოჩენილა პიტერი. და გამოძიებას გადააბარებენ კოლინ გუინს. ეს გახლავთ ქალბატონი, რომელსაც დიდი გამოცდილება გამოძიებებში არ აქვს, მაგრამ მას თავისი გუნდი ყავს, რომლებიც ძალიან ენთუზიაზმით მოეკიდებიან ამ გაუხსნელ ეგრეთ წოდებულ cold case, ანუ გაუხსნელ საქმეს, ანუ თაროზე შემოდებულ საქმეს და ამ დროს უკვე შემოსული არის კრიმინალური დნმ-ის ანალიზის მიხედვით დადგენა ადამიანების, ჯოანის მაისური საქმეში დევს როგორც სამხილი და მისგან იღებენ დნმ-ის ნიმუშებს. იმ დროისთვის არის ეჭვმიტანილთა სიაში 2500 ადამიანი, წარმოგიდგენიათ, ხო? მაგრამ მათ შორის ყველაზე იდეალური მკვლელის პროფილი გააჩნია ვინმე ბრედლი ჯონ მერდოქს, რომელიც ცხოვრობს ამ ადგილებიდან არც თუ ისე შორს და იგი ცნობილი არის როგორც მოძალადეც და პარალელურად როგორც ნარკოტიკების კონტრაბანდით დაკავებული ადამიანი. ჯოანის აღწერილობას, ესეთ უზარმაზარი კაცი იყო, ძალიან ძლიერი ფიზიკურად, გრძელი, ესეთ მასიური ყბებით და ესეთი თავით, მაგრამ ზოგადად ნორმალურ ქვეყნებში არსებობს ცოტა არანორმალური კანონი, როდესაც ადამიანი არის ეჭვმიტანილი, მისგან დნმ-ის ნიმუშის აღება მისი თანხმობის გარეშე არ შეიძლება. ისევე როგორც მაგალითად სიცრუის დეტექტორზე ადამიანი დასვა ძალით. ადამიანის თანხმობა უნდა იყოს. ანუ მე თუ მყავს პოტენციური მკვლელი, რომელმაც შეიძლება 10 მკვლელობა ჩაიდინა, ხო? მე არ შემიძლია მას მოტყუებით ან მისი თანხმობის გარეშე დნმ-ის ანალიზი დავცინცლო. ამიტომ მიმართავენ ხოლმე ძალიან საინტერესო მეთოდს. თუ ის ადამიანი წინააღმდეგი არ უნდათ რომ დააშინონ
და უცებ არ მიიმალოს ამ ანალიზის ამას ხო გაშიფრვა უნდა, მე სეკვენირება უნდა, მე შედარება უნდა. აი ამ პერიოდში ადამიანს ვერ იჭერ, შენ არ ყავს წინასწარი დაკავების საგანში. აი ამ დროს კოლინ გუინი ძალიან გამჭირიახად მოიქცევა. აღმოჩნდება, რომ ბრედლის ყავს ძმა, რომელიც მასთან კონფლიქტშია. და სწორედ ამ ძმასთან მიავლენს მის გუნდში არის ქალების გუნდია ძირითადად, ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა გოგო, რომელსაც მიავლენს ბრედლის ძმასთან. და ბრედლის ძმისგან აიღებს ეს ქალი მისი თანხმობით, როდესაც ის ეთქვის, რომ ესეთი ეჭვი გვაქვს ჩვენ, კი არ მოატყუებენ ამ კაცს. ესეთი ეჭვი გვაქვს შენ ძმაზე, ესა და რადგან კონფლიქტშია, ეს ძმაც დიდი სიამოვნებით მიცემს, იმასაც გაბეზრებული ყავს, როგორც ჩანს მერდოკი, და მიცემს თავის დნმ-ს. დნმ-ს გაშიფრავენ, დაადებენ ჯოანის ბაინსურზე ნაპოვნ დნმ-ს და კოლინ გუიმის ინტუიცია გამართლდება, იმიტომ რომ მართლაც ძმის დნმ-ი, რომელიც ძალიან ახლოს დგას მერდოკის დნმ-თან, ის ზუსტად დაემთხვევა ჯოანის მაისურიდან აღებულ დნმ-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ მერდოკი არის მკვლელი, ყოველ შემთხვევაში იმ დანაშაულის ჩამდენი და იმ მომენტში იქ იყო, როდესაც ეს დანაშაული მოხდა. ახლა იწყება ძალიან საინტერესო ჯონ მერდოკი, ბრედლი მერდოკი, ამას რო გაიგებს და გაიგებს აიდან პრესა ატეხავს ამბავს. მართლაც რაღაცა უცნაურად იქცევა ხოლმე პოლიცია, ანუ არ ვიცი ამ ქალმა თვითონ თქვა გამომძიებელმა რომ ჩვენ დავადგინეთ რომ მერდოკი არის მკვლელი, ამ დროს მკვლელი დაჭერილი არ არის. ამ დროს ბრედლიმ ძალიან კარგად იცის თავის 5 თითივით იცის უდაბნოც და მთელი ავსტრალიის ესეთი მიყრუებული ადგილები, სადაც იგი ნარკოტიკებს მალავს, რაღაცები გადმოაქვს და პარალელურად მას ახასიათებს ძალიან უცნაური თვისება. იგი ძალიან ხშირად საკუთარ მანქანას ხან მწვანე ჩეღებავს, ხან წითლად ჩეღებავს, ხან საბურავებს გამოუცვლის, ხან დისკებში გამოუცვლის. ანუ მუდმივად მანქანის სახეცვლილებებშია. აი ასეთი ტიპი შეიტყობს გაზეთებიდან, რომ მასზე არის ეჭვი. რა თქმა უნდა, ქრება მერდოკი. ქრება და სრულიად სხვაგან, ანუ ეს თუ ჩილოეთის ტერიტორიებზე ხდება, სამხრეთის ტერიტორიებზე მას დაიჭერს პოლიცია ქალის და მისი 12 წლის ქალიშვილის გატაცების და გაუპატიურების გამო. მისი დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რა თქმა უნდა, გუინი და მისი ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩადიან სამხრეთის ტერიტორიებზე, იატალას ციხეში ხვდება იგი მერდოკს და ამბობს, რომ ძალიან ამაღელვებელი იყო, გული ისე მიცემდა, რომ აგერ ყელში მქონდა მოჭერილიო და როცა შევედიო და მერდოკი დავინახეო, მის თვალებში მამაჩემი წარმომიდგაო, მამაჩემი, რომელიც ასევე მოძალადე იყო და მთელი ცხოვრება ალბათ მეცო ამიტომ გადავწყვიტეო ძალადობასთან მებრძოლი გამختارიყავიო. საშინელი პიროვნება იყო მამაჩემი. ასეთივე იყო მერდოკიო და მანო გადაწყვიტაო, რომ ჩემზე ზემოქმედება მოეხდინაო, მაგრამ მე უკვე გამოცდილება მქონდა იმის, რომ მის გავლენის ქვეშ არ მოხვდარა, არ მოხვედრილიყავი და ბოლომდე მივაწექიო და მართალია იგი დღემდე არ აღიარებს ეს კაცი ზის ციხეში, და დღემდე არ აღიარებს მკვლელობას. გვამი არ არის ნაპოვნი და როგორც ამბობენ, არ არის ადამიანი, არ არის არც პრობლემა და არც დანაშაული, მაგრამ სამაგიეროდ მას მიუძღვის დანაშაული აი ამ ქალის და მისი ქალიშვილის გაუპატიურებაზე, არასრულწლოვანის გაუპატიურებაზე, ამიტომ მას არც თუ ისე კარგი დღე ადგას ალბათ ციხეში და ძალიანაც კარგი. ეს ხდება 2022 წელს და 2024 წელს, ანუ 2 წლის წინ, მერდოკის ძმა, გარი, მერდოკის სახლში პოულობს ოქროსფერ თმის რეზინს. გარის გაახსენდება, რომ ჯოანს ნათქვამი აქვს, როდესაც თავში რაღაც ჩამარტყა და შემდეგ მე აზზე მოვედი და იგი თმაში მწვდა, ამ დროს დაუსხლდი ხელიდან, მას ხელში უნდა შერჩენო და ჩემი რეზინის ეს რგოლი თმების შესარკრავიო და როგორც შემდეგ დადგინდა, ამ რგოლმა გადაწყვიტა მერდოკის საქმე. ანუ თუ აქამდე არ იყო მასზე პირდაპირი სამხილები და იყო მხოლოდ ის, რომ დნმ-ი დაემთხვა და მეტი არაფერი, უკვე რადგან მას სახლში ტროფეის სახით აღებული ჰქონდა ჯოანის რეზინის თმის შესაკრავი, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ მერდოკი პირდაპირ იყო ჩარეული ამ საქმეში და ის იყო მკვლელი. როგორ დაადგინეს, რომ ეხლა ასეთი რეზინები ალბათ ბევრია, ხო? მასზე ჩვეულებრივად ჯოანის დნმ-ი აღმოჩნდა. აი ამ ვიდეოში აუცილებლად ნახეთ, როდესაც მე მაქვს საუბარი აპოლონ ჭინჭარაძეზე, ჩემს კურსელზე, გენიალურ მეცნიერზე, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ადრე გარდაიცვალა. სწორედ მისი დამსახურებაც არის
ის რომ დღეს ჩვენ დნმ-ის ანალიზით შეგვიძლია კრიმინალისტიკაში ძალიან ბევრი უამრავი საქმეებია გახსნილი და ჩვენ ამას ნახავთ კიდე. ჩვენი ორგანიზმი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერში და მუდმივი ხმაურის პირობებში იარსებოს. ქალაქი წლების განმავლობაში შეუმჩნევლად გვაცლის ენერგიას და ნაადრევად გვიჩენს ჯანმრთელობის პრობლემებს. საბედნიეროდ არსებობს გამოსავალი. სულ რაღაც 23 კილომეტრში თბილისიდან და თქვენ შინუდის დასახლებაში ხართ, რომელიც ბევრად მეტია ვიდრე კეთილმოწყობილი მიწის ნაკვეთების გაერთიანება. თუ მზად ხართ გაცვალოთ ქალაქის მუდმივი სტრესი ბუნების ნაირფერ გარემოსა და თქვენი შვილების ჯანსაღმომავალზე, მაშინ შინუდი თქვენი ადგილია. ჩემი რჩევა აიჩქაროთ. პროულად გაეცანით შინუდის შეთავაზებებს და გააკეთეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი. შინუდის კოორდინატები ვიდეოს აღწერაშიც არის. 1974 წლის ზაფხულში კეიპ-კოდის კონცხზე უჩვეულოდ ცხელი ამინდები იდგა და პროვინსტაუნის ქვიშიან ჯუნებში უამრავი ტურისტი ისვენებდა. ერთ-ერთი ასეთი ოჯახი იყო მეტკალიფების და მათი ქალიშვილი ლესლი თავის ძაღლთან ერთად ჯუნებში დარბოდა. ჯუნები იცით, გორაკებია, სილის უпроსორად, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ, თუ მათ რაღაც მცენარეები არ იჭერს და ძაღლმა უეცრად რაღაც იგრძნო როგორ ჩანს და ყეფით გავარდა წინ. ლესლიც გაყვა, გაშეშდა ადგილზე, როდესაც ბუჩქნარში შენიშნა რაღაც მოგრძო სხეული და დაუძახა უფროსებს. გადამწვარ ბალახსა და ქვიშაში ლურჯ თეთრ პლაჟის გადასაფარებელზე ქალის ცხედარი ესვენა. პოლიციელები და ესეთ გამოცდილი დეტექტივებიც კი შეძრა ნანახმა, იმიტომ რომ კვლელს ყველაფერი ჰქონდა გაკეთებული იმისათვის, რომ ქალი ვერ ეცნოთ. კერძოდ, მას მოჭრილი ჰქონდა წინამხარი თავის მტევნიანად, მას მოჭრილი ჰქონდა მეორე ხელზე მტევანი. კვლელს ჰქონდა მცდელობა, რომ თავიც მოეჭრა და თითქმის შეასრულა ეს მისია, მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცამ შეეუშალა ხელი და კი იყო თავი თითქმის მოჭრილი, მაგრამ თითქმის. საინტერესო იყო ის, რომ ქალი იყო შიშველი, ამაზე ძალადობა იყო განხორციელებული სექსუალური უკვე კვლელობის შემდეგ, ესეც დადგინდა და მისი ტანსაცმელი, რომელიც იყო ეს ლურჯი ჯინსები, ვრანგლერის და ასევე ლურჯი ფერის, მუქი ლურჯი ფერის ბანდანა. კბილებს როდესაც იკეთებდა ადამიანი, მას უღებდნენ რენტგენის სურათს, იგი და ყველა ადამიანს ისევე როგორც თითის ანაბეჭდები, ასევე ყბების და კბილების განლაგება, ყბების მოცულობა, მათი ფორმა აქვს ინდივიდუალური. მაგრამ აქაც გამომძიებლებს და პათანატომებს ელუდათ გულგატეხილობა, იმიტომ რომ კვლელს დაემტრია კბილები და მხოლოდ რამდენიმე კბილი იყო შერჩენილი. ამ კბილების დათვალიერებისას მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქალი საკმაოდ შეძლებული იყო, იმიტომ რომ ის რამდენიმე კბილი, რომელიც მას გაკეთებული ჰქონდა, ნამკურნალები ჰქონდა, იმ პერიოდში იყო ეგრეთ წოდებული ნიუ-იორკის სტილს ეძახდნენ. ეს იყო უფრო კოსმეტიკური პროცედურა, რომელიც $5-დან $10,000-მდე ჯდებოდა. 1974 წელს $10,000 ძალიან სერიოზული ფული იყო. მაგრამ თვითონ სიკვდილის მიზეზი არ გახლდათ არც ხელების მოჭრა, არც თავის მოჭრა, არამედ ძლიერად დარტყმული ბლაგვის საგანი სკალას მარცხენა ნაწილში. ფაქტიურად ჩანგრეული იყო თავის სკალა და პოლიციელებმა და დეტექტივებმა რა თქმა უნდა მთელი ჯუნები გადააქოთეს, ბრძოლის არანაირი კვალი არსად არ ჩანდა, არანაირი ტანსაცმელი ამ ჯინსისა და ბანდანის გარდა არ იყო, ანუ დანარჩენი ყველაფერი გამქრალი იყო. რადგან სისხლის კვალი ჯუნებში არ იყო, დეტექტივები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალი სხვაგან არის მოკლული და შემდეგ არის მისი ცხედარი მოტანილი აქ. და ძალიან საინტერესო ამბავი ის არის, რომ ეს ჯუნების ქალბატონი ასე დაარქვეს, ვერავის ვერ დაუკავშირეს. გადაამოწმეს იმ პერიოდში დაკარგული ქალების განცხადებები თუ იყო თქვათ, რომ გაქრა ვიღაცა დაახლოებით 25-დან 40 წლამდე, აი ესეთი ინტერვალი აქვს ამ ქალის ასაკის. ვერავის ვერ პოულობენ, ანუ არის რა თქმა უნდა ესეთი განცხადებები, მაგრამ როდესაც ამოწმებენ არ არის ეს ჩვენიანი. აქვს წაბლისფერი თმა უკაცრავად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ ძალიან უცნაური რამ ხდება 2015 წელს. სტივენ კინგი, ჩემი უსაყვარლესი მწერალი, ალბათ არ არის ნაწარმოები, რომელიც მე მისი არ მქონდეს საკითხული, ძალიან კარგი მწერალია. არ არის ის მხოლოდ საშინელებათა ჟანრის მწერალი, ძალიან კარგად აღწერს
ამერიკელების ცხოვრებას ძალიან ირონიულად ხშირად, მაგრამ რა თქმა უნდა, ტრაგიკული და ესეთ ცოტა საშინელების ელემენტებიც რა თქმა უნდა აქვს და ნუ მართლაც ამას ყველაფერს გენიალურად ახამებს ხოლმე და მისი შვილი ჯო ჰილი, მას გაგებული აქვს ეს ზოგადად ეცნობა ესეთ კრიმინალურ ისტორიებს, ისევე როგორც მამამისი და შემდეგ მათ მიქსზე ქმნის რაღაც ნაწარმოებებს. და მან იცის ჯუნების ლედის შესახებ, რა თქმა უნდა, და მიდის 75 წელს გადაღებულ სტივენ სპილბერგის გენიალურ ფილმში, ალბათ გარღვევა იყო, რევოლუციური ფილმი იყო, ყბები. ყბების 50 წლის იუბილეა 2015 წელს. ჯო ჰილი უყურებს ფილმს, მიწვეული არის ოფიციალური სტუმარი არის, დიდ ეკრანზე გადის ფილმი, საუკეთესო ასლი მისი და უცებ აი ნამდვილად რასაც ქვია შევხტიო სკამზეო, ჩემს ირგვლივ ვინც ისხდნენო, ცოტა შეეშინდათ კიდეცო, რატომ? იმიტომ რომ 54 წუთზე იგი ამჩნევს აი ამ სცენას. აქ არის სცენა, როდესაც ტურისტების ტალღა ბორნიდან კუნძულ ემიტზე გადადის 4 ივლისის აღსანიშნავად და აი ამ სცენაში ასობით სტატის შორის რამდენიმე წამით ჩნდება ქალი, რომელიც ზუსტად გავს თავისი ჩაცმულობით, სახის მოყვანილობით, თმის ფერით ჯუნების ქალბატონს. მწერალი ბრუნდება სახლში, ჩართავს კომპიუტერზე ფილმს და რამდენიმე ათეულჯერ უყურებს ამ ერთი და იგივე ფრაგმენტს და ნუ აშკარად ამბობს, რომ კი ეს არის. და მიდის თავის მეგობარ გამომძიებელთან და ეუბნება, რომ აი ნახე, აი ეს აშკარად ვრანგლერის ჯინსი აცვია, ეს ბანდანა, რომელიც მას თავზე უკეთია, სახის მოყვანილობით ფაქტიურად იგივეა, თმისფერი იგივეა, მაგრამ რაშვაში არის 1975 წელს გამოსული ფილმი და 1974 წელს მომხდარი მკვლელობა. საქმე იმაშია, რომ ფილმს იღებდნენ ზაფხულში 1974 წელს და ზუსტად იმ ადგილას, სადაც ქალი არის ნაპოვნი. სპილბერგს ძალიან პატარა ბიუჯეტი ჰქონდა ამ ფილმზე და როდესაც ხალხის გადაღება უნდოდა, გამოვიდა პლაჟზე და თქვა, რომ აი ვიძლები $5 და აი ამ სცენაში უნდა ითამაშოთ. და რამდენიმე ასეული ადამიანი, რა თქმა უნდა, გამოეხმაურა ამ ამბავს და მიიღეს ამ სცენაში მონაწილეობა. არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის ეს ჩვენი ქალბატონი ჯუნებიდანაც ყოფილიყო. როგორც შემდეგ ყვებოდა ჯო ჰილი, მეო დეტექტივმა მიპასუხაო, იცი ჯო, შენი თეორია ძალიან გიჟურია, მაგრამ აი იმასთან შედარებით, იმ 95% გიჟურ თეორიებთან შედარებით ყველაზე ახლოს დგას ჩვენს გამოძიებასთან. და რა თქმა უნდა, ამით ორჩაეს ამბავი, იმიტომ რომ ახლა ნუ არც ქალის არც სახელი იციან, არც გვარი იციან, მხოლოდ არის ესეთი ბუნდოვანი, არც თუ ისე კარგი გამოსახულება, ახლა 75 წელს იმდროინდელი ფირი არ იძლევა საშუალებას, რომ და მით უმეტეს ეს ქალი არ არის მოტრიალებული ანფასში. ძალიანად მისი სახე არ ჩანს, რომ 100%-იანი ვთქვათ, რომ ესა და ეს არის ვიღაც. მაგრამ 2022 წელს ხდება გარღვევა და კვლავ დნმ-ის საშუალებით. ამ ქალბატონის ექსჰუმაცია მოახდინეს სამჯერ 1980 წელს, 2000 წელს და 2013 წელს იმ იმედით, რომ რაღაცას დაძრავდნენ, რაღაცას იპოვნიდნენ და აი სწორედ 2013 წელს, როდესაც მოხდა მისი ექსჰუმაცია, აიღეს მისგან დნმ-ის ანალიზი, მაგრამ მაშინ არ იყო კარგად განვითარებული არც ეკვენირება და არც ის ბაზა, რომელსაც დღეს ძალიან აქტიურად იყენებს ამერიკის პოლიცია და არა მხოლოდ. საქმე იმაშია, რომ ამერიკაში არსებობს ასეთი ნებაყოფლობითი დნმ-ის ჩაბარების პროცედურა. ანუ ადამიანები ძალიან ხშირად თავის დნმ-ის ნიმუშებს აბარებენ, რათა იპოვონ თავიანთი ნათესავები. ეს რა თქმა უნდა ყოველთვის არ ხდება ესეთი პოვნა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავიანთ გენეალოგიურ ხეს იგებენ, საიდან არიან მოსულები, ვთქვათ, როდის არიან ჩამოსულები ამერიკაში და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცის გაგება შეიძლება დნმ-ის საშუალებით თუ სწორ ინტერპრეტაციას მიცემ. გენეტიკურმა ჯაჭვებმა, შემდეგ ნათესაურმა კავშირებმა, რომლებიც აი ამ დნმ-ის საშუალებით მათ ნელ-ნელა ააწყვეს, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ჯუნების ქალბატონი გახლავთ ტენესის შტატის მკვიდრი 37 წლის
რუთ მარი ტერი. რუთ მარი ტერი დაიბადა 1936 წელს, როგორც გითხარით, ტენესის შტატში. მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა, იგი საკმაოდ ღარიბი ოჯახიდან იყო, ამიტომ კარგი გოგო იყო შესახედავად, გადაწყვიტა რომ წამოსულიყო ოჯახიდან და ბედი სადმე სხვაგან ეძებნა. რაღაც პერიოდში იგი გათხოვდა კიდეც, საკმაოდ ახალგაზრდა ბავშვი გააჩინა, შემდეგ ეს ბავშვი იმ ოჯახში, სადაც იგი დამლაგებლად მუშაობდა, იმ ოჯახმა იშვილა. შემდეგ იგი შეხვდა ვინმე გაი მელდავინს, რომელთანაც 1974 წელს იქორწინა კიდეც და ეს მელდავინი გახლდათ საკმაოდ ქარიზმატული, ინტელექტუალური მამაკაცი, იგი ანტიკვარი იყო, პარალელურად რადიო წამყვანათაც მუშაობდა, ხელოვნებით იყო გატაცებული, მაგრამ ამ ფასადის მიღმა იმალებოდა ძალიან სასტიკი ადამიანი. ჯერ კიდევ 1960 წელს სიეტლში საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდნენ მისი წინა მეუღლე მანზანიტა ედისონი და 9 წლის ქალიშვილი. ისინი ვერსად ვერ იპოვეს, მაგრამ სახლის სარდაფში ნახეს სისხლის კვალი, რომელიც დაემთხვა სისხლის ჯგუფი დნმ მაშინ არ არსებობდა დნმ-ის ანალიზი, დაემთხვა სისხლის ჯგუფი მისი ქალიშვილის სისხლის ჯგუფს, მაგრამ მოლდავინმა განაცხადა, რომ ჩემმა გოგომ ხელი გაიჭრავა ქაო და მაშინო დაიქცაო სისხლიო და ამ დროს როგორც ჩანს მართლაც ამ კაცის მოკლული არის მისი პირველი ცოლი და შვილი. ანუ 74 წელს ზაფხულში ახალ დაქორწინებულები მიდიან აღმოსავლეთ სანაპიროზე სამოგზაუროდ, კეიპ-კორდზე ისინი ერთად ჩადიან და უკან გაი მელდავინი ბრუნდება მარტო. იგი რუთის ოჯახში, ტენესიში მისივე მანქანით მიდის და ეუბნება ოჯახს, რომ მათ იჩხუბეს იმის გამო, რომ რუთი რაღაც სექტაში მოხვდა და ამ სექტიდან მას გამოსვლა არ უნდა და რუთის ხასიათიდან გამომდინარე მართალი გითხრათ არც არავის უეჭვია რომ ასე არ იქნებოდა. დაიწყეს მოლდავინის მოძებნა და აღმოჩნდა რომ გაი 2002 წელს 78 წლის ასაკში გარდაცვლილა მშვიდად წყნარად თავის კალიფორნიის ბინაში და არც არასდროს უგია პასუხი იმ ბოროტმოქმედებებზე რაც მას ჰქონდა ჩადენილი. ჯუნების ლედის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია ასე დასრულდა. რუთ მარი ტერი აღარ არის ჯუნების ლედი, 48 წლის შემდეგ მან დაიბრუნა საკუთარი სახელი და გვარი. მისი ისტორია კი მნიშვნელოვან რამეს გვახსენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც მკვლელი მკვდარია, ხოლო დანაშაული დროის ქვიშებით არის დაფარული, სიმართლე მაინც პოულობს, ძალიან ხშირად პოულობს ხოლმე გზას. ახლა კი გადავიდეთ ვანკუვერში. ვანკუვერში მდებარეობს სტენლი პარკი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი საქალაქო პარკია. 1953 წლის ზამთარში იგი კოშმარის სცენად იქცა, რომელიც მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში კანადის ისტორიაში ალბათ ყველაზე იდუმალებით მოცული ამბავი იყო. 14 იანვარს პარკის მუშამ სახელად ალბერტ ტონგმა ტურისტული ბილიკიდან სულ რამდენიმე მეტრში წაქცეულ ხეებს შორის იპოვა ძველი ფოთლების გროვა, რომელსაც ფეხი გაკრა და კაცუნის ხმა გაიგო. მან დაიხედა და ხედავს რომ რაღაც ძვალი აქვს გატეხილი ფეხით. გადაჩიჩქნა ფოთლების გროვა და ნახა რომ საკმაოდ ძვირფასი პალტო არის მიწაზე დაფენილი, აწია პალტოს ეს კიდე და გული გაუსკდა პალტოს ქვეშ ორი პატაწინა ჩონჩხი აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე მისული დეტექტივები პალტოს აწევენ და როგორც უკვე ტონგმაც განაცხადა, მის ქვეშ ორი ბავშვის ჩონჩხი დევს. ისინი გვერდ წვანან ერთმანეთის და ისე თითქოს ვიღაცამ ესე მზრუნველობით დააწვინა ისინი და შემდეგ რო არ შეცივებოდათ ეს პალტო გადააფარავა. მკვლელობის იარაღი იქვედებს. ეს გახლავთ ინდიელების ტრადიციული ნაჯახი ტომაჰავკი და როგორც ექსპერტიზამ აჩვენა, სწორედ ამ ტომაჰავკის თავში ჩარტყმით არიან ორივენი მკვდრები. ქალის ბეწვის პალტოს გარდა ბავშვებს თბილი ტანსაცმლის ნარჩენები აქვს შერჩენილი, პატარა ფეხსაცმელები, საფულე, რომელშიც რამდენიმე ცენტი ყრია და სხვა არაფერი. ექსპერტების ვარაუდით ჩონჩხები მიწაში უკვე დაახლოებით 5 წელია რაც არის. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი სამხილი აქვს პოლიციას, მაგრამ სწორედ აქ უშვებენ ისინი საბედისწერო შეცდომას, კერძოდ პათანატომები. როკ რობერტსონი არის პათანატომი, რომელიც მენჯის აგებულების მიხედვით ადგენს, რომ ერთი არის გოგონა, მეორე არის ბიჭი.
ზოგადად იცით თქვენ რომ ქალებს უფრო განიერი მენჯი აქვთ, მაგრამ ეს მენჯი ასეთი განიერი ყალიბდება ხოლმე უკვე როდესაც სქესმწიფეა ადამიანი, ქალი და ეს განიერი მენჯი იმისთვის არის საჭირო რომ ნაყოფი დაიჭიროს, ხო? ამიტომ ქალის და კაცის გარჩევა ხშირად ძალიან ადვილია ხოლმე ამ ნიშნის მიხედვით. ზოგადად კი თუ თქვათ მენჯი არ არის შერჩენილი, უფრო წვრილი, უფრო ესეთი გრაციული ძვლების მიხედვით ადგენენ რომ თქვათ ქალია ან კაცია, უფრო ჩატეძვლებია ქალებს უფრო. ახლა ბავშვების შემთხვევაში გოგონასიც და ბიჭუნასიც ერთნაირია, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ არის დაწყებული ეს დიფერენციაცია და ბავშვები როგორც ჩანს ასაკით არიან დაახლოებით 7-8 წლის. ვანკუვერის პოლიცია დადგა ფეხზე, ისინი ეძებენ დაკარგულ დაძმას, ამოწმებენ ბავშვთა სახლებს, სკოლებს, სხვადასხვა სქესის ორი ბავშვის მქონე ოჯახებს, სადაც მაინც თქვა კარგი სიტუაცია არ არის და ბავშვების საქმე კლასიკურ cold case-ად, ანუ თაროზე შემოდებულ საქმედ გადაიქცა, გადის 10 წლეულები და 1998 წელს დეტექტივი ბრაიან ჰონიბორნი გადაწყვეტს რომ ჩაუდგეს სათავეში გამოძიებას. და გამოძიებას როგორც ბავშვების ჩონჩხი შენახული არის ვანკუვერის საპოლიციო განყოფილებაში, სხვა შორის შუშის ყუთში და იღებენ დნმ-ის ტესტს და აღმოჩნდება სენსაციური რამ. 45 წლის შემდეგ, უпроსტად 45 წლის განმავლობაში პოლიცია ეძებდა დაძმას, მაშინ როდესაც დაკარგული და მოკლული აღმოჩნდა ორი ძმა. მაგრამ კიდე გადის დაახლოებით 24 წელი, სანამ საბოლოოდ დადგინდება ბავშვების ვინაობა. საქმე იმაშია, რომ რა თქმა უნდა 98 წელს არ იყო ასეთი დახვეწილი და არც ბაზა არსებობდა იმის, რომ ვიღაცისთვის შეედარებინათ. თქვათ ეს ბიჭები რო იყვნენ, ეს კი დაადგინეს, მაგრამ მათი ნათესაური კავშირების დადგენა ხდება როგორ? სადღაცა ბაზა უნდა არსებობდეს და იმასთან უნდა მოხდეს შედარება. ხო, ამას რა თქმა უნდა კომპიუტერი აკეთებს, დღეს ამას ხელით კი არ აკეთებენ. ისევე როგორც თითის ანაბეჭდებს, ადრე ხელით და ლუპით ათვალიერებდნენ და რაღაც წერტილებს ვამდნენ, ახლა უბრალოდ თითის ანაბეჭდს პოულობს თვითონ კომპიუტერი. კი გადაწყდა რომ დნმ უნდა შეისწავლონ, მაგრამ საიდან? აღმოჩნდა რომ წინა დეტექტივმა, რომელმაც დაადგინა რომ ეს დაძმა კი არა ძმები არიან, მათი სულების დასამშვიდებლად ნეშტი რაც იყო დარჩენილი, კრემაცია გაუკეთა, პატარა ყუთში მას მაინც გადაუნახია კბილები. და სწორედ ამ კბილებიდან ამოიღეს გადარჩენილი დნმ, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული, ასევე დაბინძურებული იყო, უამრავ ადამიანს ჰქონდა ხელი მასზე მოკიდებული და უნდა დაედგინათ ზუსტად რომელი იყო, არ იყო ბავშვების და რომელი იყო მათი, გამოყვეს ეს დნმ და როდესაც დაიწყეს შედარება ბაზაში არსებული დნმ-ის ნიმუშებთან, აღმოჩნდა სენსაციური რამ. ზუსტად 2022 წელს, რამდენიმე კვირით ადრე, როგორც გითხარით, ბრიტანეთის კოლუმბიის 26 წლის მცხოვრებმა, სახელად ალისამ, ინტერესის გამო უბრალოდ ჩააბარა კომერციული დნმ ტესტი, რომ გაეგო საკუთარი ოჯახის წარმომავლობა. მით უმეტეს, რომ ელი ძველ საოჯახო ფოტოალბომს ათვალიერებდა, როდესაც იგი გადააწყდა ორი პატარა ბიჭუნას ფოტოს, ერთი ეს ქერა ბიჭუნაა, მეორე შედარებით მუქითმით და ბებიას დაიანას კითხა თუ ვინ იყვნენ ისინი. ბებიამ უპასუხა, რომ ესენი მისი უმცროსი ძმები არიან, დევიდი და დერეკი, რომლებიც 1940-იანი წლების ბოლოს სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა, რადგან დედამისი ძალიან ღარიბი იყო და სამი ბავშვის გამოკვება არ შეეძლო. როდესაც Redgrave Research-ის ექსპერტებმა გენეტიკურ მონაცემთა ბაზაში დამთხოვების ანალიზი დაიწყეს, სტენლი პარკის უფროსი ბიჭის დნმ-მა ელისთან ძალიან ახლო ნათესაობა აჩვენა, გენეალოგებმა ხის აგება დაიწყეს და სწრაფად გავიდნენ დედის ხაზზე. როგორც გითხარით, ესენი იყვნენ მეტისები, ელის დიდი ბებია და დიდი ბაბუა. როდესაც ძებნის არეალი ერთ კონკრეტულ შტომდე შეავიწროვეს, დეტექტივები მიხვდნენ, რომ ყველა ძაფი მიდიოდა ერთი ქალისკენ, რომელსაც ეილინ ბუსკე ერქვა. სწორედ იმ ბებიას, ელის ბებიას დედასთან. ამ ვარაუდის საბოლოო დასადასტურებლად დეტექტივებმა გადაწყვიტეს, რომ ძალიან სიღრმისეული კვლევა ეწარმოებინათ, მათ შეისწავლეს სასკოლო არქივები, მაგალითად Henry Hudson Elementary School-ის
1947-48 წლების უწყისები და გაირკვა, რომ აქ მართლაც სწავლობდნენ დერეკი და დევიდი. პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ ეილინმა, ანუ ბიჭების დედამ, ერთხელ უკვე გაზრდილ დაიანას, ანუ ელის ბებიას, უთხრა, რომ ბავშვები წაიყვანა სოციალურმა სამსახურმა, რომ მას მათი მოვლა არ შეეძლო და ამის შემდეგ ამ ბიჭებზე არავის ხმა აღარ ამოეღო. მოკლედ 2022 წლის თებერვალში ვანკუვერის პოლიციამ ოფიციალურად შეაჯერა ყველა ფაქტი, დნმ-ი, სკოლის ბარათები, ტაიმლაინი ააწყო, ანუ დროის ხაზი, საოჯახო მოგონებები, ფოტოები და ტყეში ნაპოვნ ბავშვებს ოფიციალურად დაუბრუნდათ თავიანთი სახელები. დერეკ და დევიდ დალტონები. ხოლო მათი დედა ეილინ ბუსკე, რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა, საქმის მასალებში სამუდამოდ დარჩა როგორც დანაშაულის ერთადერთი და მთავარი ეჭვმიტანილი. როდესაც ვინაობა დადგინდა, ზედაპირზე მათი ოჯახის გულსაკლავი ისტორია ამოტივტივდა. ძმები კანადის მკვიდრი მოსახლეობის მეტისების შთამომავლები იყვნენ. ტერმინი მეტისი კანადაში არ გახლავთ უბრალოდ ადგილობრივი ტომისა და ჩასული ევროპელის შეჯვარების შემდეგ მიღებული თაობა. კონსტიტუციაში გაწერილი არის მკვიდრი მოსახლეობების სამი ჯგუფი, ეს არის ადგილობრივი ინდიელები, პირველი ნაციები, ეგრეთ წოდებული ინუიტები, ეს ასაც ჩვენ ესკიმოსებს ვეძახით და მეტისები. როგორ გაჩნდა ეს ხალხი? ეს არის მე-17-მე-18 საუკუნეში კანადაში ჩასული, მასობრივად ჩასული ევროპელი პიონერები, რომლებიც ძირითადად ბეწვეულს და ოქროს რეწავდნენ, ძირითადად ფრანგები და შოტლანდიელები, რომლებიც კანადის მკაცრ პირობებში, ქალები არ ყავთ, მარტო მამაკაცები არიან ჩასულები, მათ მოყავთ ადგილობრივები ცოლად, ან არ მოყავთ ცოლად, მათთან არჩევდნენ ბავშვებს და სწორედ ესეთი ინდიელებისა და ევროპელების შთამომავლობა გახლავთ ეს მეტისები. ამ ადგილებში ორი ტომი ცხოვრობს და სწორედ მათი სისხლი არის მეტისებში, უმეტესად ეს არის კრის და ოჯიბეს ტომის ინდიელები და ფრანგები და შოტლანდიელები. მათ აქვთ დამოუკიდებელი ერია ესა, ეს ჩამოყალიბდა უკვე ამ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. ითვლება მათ სამშობლოდ კანადის სტეპის პროვინციები, მანიტობა, სასკაჩევანი და ალბერტა. მათ აქვთ თავისებური ენა, მიჩიფი ქვია მას. წარმოუდგენელი ლინგვისტური ჰიბრიდია ამბობენ ლინგვისტები, იმიტომ რომ ამ ენაში პრაქტიკულად ყველა ზმნა და გრამატიკული კონსტრუქცია არის ინდიელების, კრის და ოჯიბედან აღებული, ხოლო არსებითი სახელები და რიცხვითი სახელები ფრანგულიდან. ესეთი მიქსია რაღაცა, ენა ზოგადად ადამიანის ენა ძალიან უცნაური და ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაცა იქ შემოიჭრა, რაღაცა დამკვიდრდა, ხალხო, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. თუნდაც ქართულ ენაში უამრავი სიტყვა არის არაბულიდან შემოსული, თურქულიდან, რა ვიცი, ალბათ მონღოლურიც გვაქვს რაღაცეები, რუსულიდან, ინგლისური, ესენი ცოცხალია ენა. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ და სიწმინდე დავიცვათ მისი, მაგრამ ვერ ავირიდებთ თავიდან რაღაც ახალი ტერმინების, ახალი ცნებების შემოსვლას. ასე ჩამოყალიბდა ეს მიჩიფის ენა. და ძალიან საინტერესო დროშაც აქვთ მათ. ეს არის უსასრულობის ნიშანი, რომელიც გავს თითქოს უფრო ესეთი ორი სხვადასხვა სისხლის შეერთებას. რატომ არის საინტერესო ეს კონტექსტი ჩვენი ისტორიისთვის? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცოდეთ ამ ხალხის ბედი ზოგადად მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ისინი განიცდიდნენ საკმაოდ ძლიერ დისკრიმინაციას, რასობრივს, არ გააჩნდათ საკუთარი მიწა, სიღარიბის ზღვარზე იყვნენ ყოველთვის, განათლების დონე ძალიან დაბალი იყო, სამაგიეროდ მაღალი იყო ალკოჰოლიზმის და ნარკოტიკების მოხმარების დონე. ძალიან ექსტრემალურ პირობებში ცხოვრობდნენ და როგორც ჩანს, მე კი არ ვამართლებ, მაგრამ როგორც ჩანს, დედამ მეორე შვილის გადარჩენის მიზლით, მე მესამე შვილის უბრალოდ აი ასეთი სისასტიკე ჩაიდინა. ასევე გაიხსენეს ნათესავებმა, რომ ეილინ ბუსკე მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, როგორც ჩანს, მასში უფრო მეტი იყო ინდიელების სისხლი ვიდრე ევროპელების. ალბათ ვერ გაუძლო მან უბრალოდ ესეთ ყოფას და საბოლოოდ ამ პატარა ბავშვებზე გადაწყდა ყველაფერი. 70 წლის განმავლობაში ვანკუვერი ამ ბიჭებს იცნობდა როგორც ბავშვები ტყიდან, თუმცა ეს ისტორია უკვე დასრულებულია, ბიჭებმა დაიბრუნეს სახელები, თავიანთი სახეები და თავიანთი წარსული.
1966 წლის 20 აგვისტოა. 18 წლის ბიჭი სახელად ჟორჟე დე სილვა ვინტენის ბორცვის უღრანში დაკარგულ ფრანს ეძებს. ეს ვინტენის ბორცვები მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროს ძალიან ცნობილი პლაჟის კოპაკაბანას მიდამოებში და იგი დაფარული არის ტროპიკული ტყით. მოზარდი ეძებს ფრანს და ფრანის მაგივრად იგი გადააწყდება ორი მამაკაცის ცხედარს. მამაკაცები გამოწყობილი არიან ოფიციალურად კოსტიუმებში, ხალხსტუხები უკეთიათ, საწვიმარი ლაბადები გვერდით უდევთ, ხოლო სახეზე და ძალიან საინტერესოა ხელნაკეთი ტყვის ნიღბები უკეთიათ. რა თქმა უნდა, შეშინებული ბიჭი ჩამორბის ქვემოთ, ეძახის პოლიციას, პოლიცია ათვალიერებს დანაშაულის თუ შესაძლო დანაშაულის ადგილს და ადგენს, რომ ეს ორი მამაკაცი იდეალურად გვერდით წევს, ბრძოლის არანაირი და ძალადობის არანაირი კვალი მათ სხეულზე და არც ირგვლივ არ ეტყობა, იქვე დევს წყლის ბოთლი, დაცლილი, ორი პატარა პირსახოცი და ბლოკნოტი, რომელშიც პორტუგალიურ ენაზე წერია ძალიან საინტერესო რამ. 16 საათსა და 30 წუთზე იყავით დათქმულ ადგილას. 18 საათსა და 30 წუთზე გადაყლაპეთ კაფსულა. ეფექტის დადგომას როგორც კი იგრძნობთ, სახე დაიცავით ტყვიისგან დამზადებული ნიღბებით და დაელოდეთ სიგნალს. ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რა სიგნალს ელოდნენ? პოლიციამ ძალიან სწრაფად დაადგინა, რომ ორივე გახლდათ ელექტროტექნიკოსი 32 წლის მანუელ პერეირა და სილვა და 34 წლის მიგელ ჟოზე ვიანა. ორივე მათგანი იყო ქალაქ კამპოსიდან. ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მამაკაცებმა მართლაც პირნათლად შეასრულეს ის, რაც ბლოკნოტში ეწერა, ანუ მათ მიიღეს კაფსულები და როგორც ჩანს, ამ კაფსულებში იყო შხამი. რატომ ბაბა როგორც ჩანს? იმიტომ რომ ბრაზილიაში იმ პერიოდში 66 წელში და ალბათ დღესაც მაინც არ იქნება ეს საათივით დაწყობილი კრიმინალისტიკა დაუშვეს ძალიან უხეში შეცდომა კი არა დანაშაული ფაქტიურად მათ რამდენიმე დღის განმავლობაში მორგში სადაც ელექტროდენი არ იყო იქ ყავდათ დასვენებული ეს მამაკაცები და რა თქმა უნდა ცოტა ხანში მათი სხეულები ისე გაფუჭდა რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი გახდა ამიტომ ჩვენ არ ვიცით ამ ხალხმა რა დალია ანუ რა კაფსულაში რა იყო გამოძიებამ დაიწყო გამოკითხვა ნაცნობების დაკითხვა ნუ რადგან იცოდნენ უკვე ვინ იყვნენ ეს ადამიანები და დადგინდა რომ ორივე გატაცებული იყო სპირიტიზმით და პარალელურად ისინი უფოლოგებიც იყვნენ ანუ უცხო პლანეტელების ჟეროდათ რომ უცხო პლანეტელები არიან განსაკუთრებით კოპაკაბანას პლაჟზე ხშირად ჩამოდიან ხოლმე და მათ აქვთ შესაძლებლობა მათ შეხვდნენ და როცა ეს ამბები გაიგეს ამათი ესეთი გატაცება რა თქმა უნდა გაჩნდა სამი ტიპის თეორია ნუ პირველი ის რომ უფოლოგიური რიტუალი ჩატარდა რომ მეგობრებს ჯეროდათ რომ ვინტენის ბორცვზე მათ უცხო პლანეტელთა ხომალდი დახვდებოდათ, ტყვის ნიღბები მათ ჭირდებოდათ იმისთვის, რომ რადიაციისგან დაეცვათ თავი. კაფსულები კი იმისთვის უნდა მიეღოთ, რომ ქონება გახსნოდათ და შეძლებოდათ უცხო პლანეტელებთან გასაუბრება. მეორე ვარიანტი ეს იყო ის, რომ რადიოატმოსფერულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ ისინი, სახიფათო ფიზიკური ექსპერიმენტების მსხვერპლი გახდნენ და მესამე ის რომ ბანალური ძარცვა მოხდა და მეც აქეთკენ ვიხრები. რატომ? იმიტომ რომ ორივე მეგობარმა გაყიდა მათი კუთვნილი მანქანები, გამოიტანეს ბანკში თუ კი რამ ფული ჰქონდათ, ჩაიდეს ჯიბეში და ისე წავიდნენ. ისე დალიეს ეს კაფსულები და ისე განისვენეს ვინტენის ბორცვზე. ვერც ერთი კაპიკი, ვერც ერთი პესო, უბრალოდ ვეღარ იპოვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიღაცა ისარგებლა მათი გულუბრყვილობით, მათი რწმენით, რომ შესაძლოა ისინი შეხვდნენ უცხო პლანეტელებს, რაღაც გასხივოსდნენ და ასე შემდეგ. უბრალოდ მოკლა ისინი მოწამლა, დაელოდა, როდესაც გარდაიცვლებოდნენ და ამოიღო მათი ჯიბეებიდან ფული და გაუჩინარდა. ეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი ილუზიების მსხვერპლი გახდა, ხოლო ის ნიღბები, რომლებიც მათ ეკეთათ დღეს, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დანაშაულის სიმბოლოა და ისინი რიო-დე-ჟანეიროს პოლიციაში ინახებიან. აი მე გაგაცანით რამდენიმე უცნაური და საინტერესო ჩემის აზრით
დეტექტიური საქმე, რომლებიც ნაწილი ითვლებოდა cold case-ად, ანუ მკვდარ საქმედ, მაგრამ მათი გაშიფრვა მოხდა სწორედ ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით, თუმცა ვერ ვიპოვეთ კვალი ძალიან ნიჭიერი მუსიკოსისა და ვერ დავადგინეთ თუ რატომ გარდაიცვალენ ახალგაზრდა ელექტრიკოსები ვინტენის სპორტზე. მე დღეს ამით მინდა დაგემშვიდობოთ, იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, ძალიან ბევრი თქვენგანი მთხოვდა რომ მისტიკით გაჯერებული ცოტა ესეთ კრიმინალური დეტექტიური ამბები მომეთხრო და სწორედ ამის გამოძახილია დღევანდელი ჩემი ნამუშევარი. ჩვენი თემატიკა რა თქმა უნდა კვლავ იქნება სამეცნიერო შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, ძალიან საინტერესო მოგზაურობები, რომლებსაც მე გეგმავ და ამიტომ ძალიან შორს არ წახვიდეთ, მართალია ზაფხული ძალაში შევიდა და დასვენების სეზონი დაიწყო, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, ამიტომაც იკლო ჩემს არხზე ნახვებმა, მაგრამ სამაგერო ჩვენ უკვე 90,000-ზე მეტი გავხდით და ვეცადოთ რომ ზაფხულის ბოლომდე 100,000-იც გავხდეთ. წინ თითქმის 2 თვე გვაქვს, ასე რომ თუ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს გააგებინებთ ამ არხის შესახებ, მე მხოლოდ მადლობელი დაგრჩებით და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ ვიდეოს გაზიარება სოციალურ ქსელებში, კომენტარის დაწერა და მოწონების ნიშნის დასმა. მე ამით გემშვიდობებით, მინდა გისურვოთ 7, წყნარი, კარგი კვირა და მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით ასევე ძალიან საინტერესო თემებით. არ მოიწყინოთ, ნახვამდის.